22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი მეტი თავისუფლებისა და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით მას 20,000 ლარიანი გირაო დაეკისრა, თუმცა მოსამართლემ საბოლოოდ მისი დაკავება გადაწყვიტა. რას ედავებიან ზურაბ გირჩს? Როგორც იცით, ჯაფარიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. არ გამოცხადდა კომისიაზე. აქედან დაიწყო ამბავი, ზურა თვლის, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც იქნება არალეგიტიმური. ამიტომ არ აპირებდა იქ მისვლას. ყოველ შემთხვევაში ეს იყო მისი პოზიცია. დავა შეიძლება იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ორი არგუმენტი. პროსახელისუფლებო არგუმენტი იქნება ის, რომ როდესაც პირი დაიბარეს კომისიაზე ის უნდა მისულიყო, თუ არ მიდის, მაშინ უნდა გადაიხადოს შესაბამისი გირაო, ხოლო თუ გირაოსაც არ იხდის, მაშინ მას დააკავებენ. პროოპოზიციური არგუმენტი დაახლოებით იგივე იქნება, რასაც თვითონ ზურა ამბობდა. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არ ცნობს პარლამენტს და შესაბამისად მის დანიშნულ კომისიებსაც. სანამ ამ ყველაფერზე ჩემაც გაგიზიარებთ, მანამდე იმას გეტყვით, რომ ზურა არის პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი, ვისი პასუხისგებაც დადგა ამ სახით. მანამდე იყვნენ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე და გივით არგამაძე, რომლებიც არ გამოცხადდნენ კომისიაზე, თუმცა გირაო გადაიხადეს. კომისიაზე ოპოზიციიდან გამოცხადდა გიორგი გახარია. არ გამოცხადდნენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია, რომლებიც ასევე არ აპირებენ გირაოს გადახდას. ასევე მე მაგალითად მართლა არ მესმის შიდა ეროვნულ დონეზე რანაირად უნდა გააკეთო ისე, რომ თუნდაც აგვისტოს ომზე აქ ხალხმა პასუხი აგოს, ოსებიდან კი საერთოდ არავის არაფერი შეეხოს. როცა იქაც უამრავი დამნაშავეა, მაგრამ კაციშვილი პასუხს არასდროს არ მოსთხოვს. მე არ ვამბობ, რომ დამნაშავეები არ არიან ჩვენ მხარეს. პირიქით, ისიც გამოჩნდა, რამდენად არასერიოზულად, ქაოსურად და არაორგანიზებულად იყო დაგეგმილი ეს ოპერაცია. თუ კი საერთოდ შეგვიძლია ამას დაგეგმვა ვუწოდოთ, მაგრამ ცალმხრივად მხოლოდ ქართველებმა რატომ უნდა აგონ პასუხი? ეს არის ძალიან კონფიდენციალური შიდა დონეზე განსახილველი ამბავი, რომელიც მტრის წინაშე ასე საჯაროდ განხილვადი არ უნდა იყოს. რაც შეეხება კომისიის ლეგიტიმურობას. როგორც უკვე წეღან თქვი, ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ექნება ორნაირი შეხედულება. თუმცა, ვინც რა არ უნდა თქვას, ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმური, ფაქტი არის ერთი, რომ ეს კომისია შექმნილია სახელმწიფოს მიერ. მასზე არ გამოცხადება და შემდგომ სამართლებრივ თავის არიდების მცდელობას ყოველთვის მოყვება კონკრეტული ზომები. ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმურია, ის არის სახელმწიფოს სათავეში და დაგიჭერს. მაინც საბოლოოდ ემორჩილები მის გადაწყვეტილებას. გეუბნება დაგიჭერო და ციხეში გსვამს, გეუბნება დიდი ჯარიმა გამოგიწერეო და მაინც იხდი. მაინც გაიძულებს თავის თამაშის წესებით ითამაშო და ხალხი თუ იტყვის, რომ არალეგიტიმურიაო, ეს ხელისუფლებისთვის დიდად არც არაფერს ცვლის. იმიტომ რომ ამ ხალხს ზუსტად იმას გააკეთებინებს, რასაც სთხოვს. თან ამბობ, რომ არალეგიტიმურია არ ვაღიარებო, მაგრამ თან ყველაფერში ემორჩილები. მხოლოდ განცხადებებით და სიტყვით ამბობ, რომ არის არალეგიტიმური საქმეზე როცა მიდგება, ყველა მოთხოვნას უკმაყოფილება. რაც შეეხება ზურას, დასანანია მისი ამბავი, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ უფრო დასანანია მისი პოლიტიკური კარიერა, რომელიც სულ მცირე აღარ პროგრესირებდა და ავხსნი რას გულისხმობ. როცა პირველად გამოჩნდა ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე, მან მალევე მიიქცია ადამიანების ყურადღება. ის იყო შორს ტრადიციული ქართველი პოლიტიკოსისგან. ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა, იყო კრეატიული, შემოქმედებითი, თამამი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რომ ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ ზურაზე ვერავინ იტყვის, რომ სიმამაცე აკლდა და ასე შემდეგ. გირჩის პოპულარობაც ნაწილობრივ ჯაფარიძეზე არის. გახლეჩვის შემდეგ იაგოსთან და სანდროსთან ვინც დარჩნენ, ამ ადამიანების ნაწილიც კი თავის დროზე ზურას გამო მოვიდა პარტიაში. თუმცა ბოლო წლებში ზურა დაემსგავსა ტიპურ პოლიტიკოსს, რომლებიც არიან ტენდენციურები, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ხო საერთოდ მეგა ტენდენციურები, რომლებიც თავიანთი ბაბლის ფარგლებში და მე ვიტყოდი იდეურ ტყვეობაში იმდენად მოექცნენ, რომ ვეღარ გრძნობდნენ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს და იმას, ამ ცვლილებებით რამდენად ეფექტიანად მანიპულირებდა ხელისუფლება, რომელმაც რეგიონის ადამიანების ტვინებში უფრო მარტივად შეაღწია. მელიასთან და გვარამიასთან ზურას გაერთიანება ჩემი აზრით იყო შეცდომა. ისინი არ იყვნენ ერთი იდეოლოგიის ადამიანები და ზოგადად არიან პოლიტიკოსები, რომლებთან ერთად არ უნდა აღმოჩნდეთ, თორემ ჩაგითრევენ პოლიტიკურ სანაგვეზე. არის პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც თუ ჩამოშორდებიან საერთოდ ოპოზიციურ ველს, ბევრად უკეთესი იქნება ზოგადად ოპოზიციისთვის. ასეთებთან დაიჭირა ზურამ საქმე და ბოლოს მათ ტრენდზე გადავიდა. ასევე დასაკვირვებლად საინტერესო არის, ჰქონდა თუ არა გირჩი მეტი თავისუფლებას როგორც ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტს, რაიმე ევოლუცია. ის ფაქტი, რომ ზურას მთავარი ახალგაზრდები გამოეცალნენ, მიუთითებს შიდა პარტიულ კრიზისზე და სავარაუდოდ იდეების შეუთანხმებლობაზე.
ისინი უფრო მალე მიხვდნენ, რომ იმ ადამიანებთან და იმ გაერთიანებაში პოლიტიკის კეთება იყო შეუძლებელი. მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ჩვენ ყველას ჩვენებურად გვიყვარს ქვეყანა, ზურაც ასეა. ბოლო პერიოდში მე პირადად ზურა როგორც პოლიტიკოსი საერთოდ აღარ მომწონდა. ვერ ვხედავდი მის პროგრესს. ასეთი ქარიზმატული პოლიტიკოსიც კი მიილია პოლიტიკურ ჭაობში. ვფიქრობ, ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა. ქართველმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს უნიკალური, საოცრად ეფექტიანი, არნახული სპეცოპერაცია და აქ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ გაანადგურეს რომელიმე სეპარატისტი ან ქართველი ჯარისკაცების წამებაში მხილებული პირი. მაგრამ არა მეგობრებო, მათ უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი მოკიშპე დააკავეს. საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელმაც 2025 წლის მარტში ქვეყანა უკანონოდ დატოვა და მას შემდეგ აბუ-დაბიში იმყოფებოდა. როგორც ბრიტანული გარდიანი წერს, ქართველი ბიზნესმენი დუბაის სანაპიროს ერთ-ერთ სასტუმროში ადვოკატს უნდა შეხვედროდა, თუმცა სასტუმროს ვესტიბიულში ადგილობრივმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს და თვითმფრინავით ჩვენ საზღვრამდე ჩამოიყვანეს. ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი და რას ედავება მას პროკურატურა? გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო და მისი ფინანსების ნაწილს მართავდა. ის იყო ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი და 2023 წელს სწორედ ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმე აღიძრა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. როგორც პროკურატურა ამბობს, ბაჩიაშვილმა მილიარდამდე დოლარის კრიპტოვალუტა მიიტაცა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ანუ ფულის გათეთრებაში და საბოლოოდ პატიმრობა მიესაჯა 11 წლის ვადით. ამით არ მთავრდება და ბაჩიაშვილის საზღვარს უკანონო კვეთასაც ედავებიან. ერთხელ რომელიღაც რუსი ოლიგარქის ინტერვიუს უსმენდი, მართლა არ მახსოვს რომელი იყო, მაგრამ დაახლოებით ასეთი რაღაც სხვა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრების დონე ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ევროპაში, ანუ იქ ცხოვრება უფრო კომფორტული არის, იქ ბიზნესის წარმოება და მართვა უფრო გამარტივებული არის ვიდრე სხვაგან. თუ შენ გაქვს დიდძალი ფული, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ კი დუბაიში, ბევრად უკეთესად იცხოვრებ ვიდრე ევროპაში. მაგრამ, როდესაც რუსი პოლიტიკოსები უბრალოდ რუსი ბიზნესმენები გრძნობენ, რომ მიმდინარეობს მათი პოლიტიკური ნიშნით დევნა და უწევთ ქვეყნიდან გაქცევა, ისინი დუბაის ნაცვლად ყოველთვის ირჩევენ ევროპას. უამრავი რუსი ბიზნესმენი გადაცხოვრდა ევროპაში, ბიზნესები დაარეგისტრირეს იქ, მათი ოჯახები გადაიყვანეს საცხოვრებლად იქ, შვილების სწავლა-განათლებას იღებენ ევროპაში და ასე შემდეგ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, როცა ეს ხალხი ყველასთვის შეიძლება არა, მაგრამ ბევრისთვის არასასურველი გახდნენ და მათი დასანქცირება მოხდა, ანგარიშები დაუყადაღეს, გაუყინეს და ასე შემდეგ, ეტაპობრივად ევროპული სასამართლოს მეშვეობით იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ომის დაფინანსებასთან კავშირი არ აქვთ, დაიბრუნეს ის დაყადაღებული ანგარიშები. ეგ არის მთავარი, რომ ასეა თუ ისეა სამართლიანობა ევროპაში უფრო დაცული არის. მიუხედავად იმისა, რომ იქაც უამრავი პრობლემა არის ახლა, აი თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რომ ბაჩიაშვილი დუბაის ნაცვლად გაქცეულიყო დიდ ბრიტანეთში და მერე ქართული ოცნება გარიგებულიყო დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მისი გადაცემის შესახებ. ეს, შეუძლებელი თუ არა ურთულესი არის. დუბაი ასეთ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ეგ კი არა, აი მაგალითად კადიროვის მტრები ვინც იყვნენ და 2000-იანებში გაიქცნენ დუბაიში, შემდეგ ისინი დუბაიშივე დახოცეს. ეს ადამიანები დაიჭირეს, ჩასვეს ადგილობრივ ციხეში, მაგრამ მალევე შეეხოთ ამნისტია და უკან ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. უამრავი პრობლემა და გამოწვევა აქვს რეალურად ჩვენს ქვეყანას. ცალკე ეს აზიური ქვეყნების მიგრანტების ნაკადები, იქ დასავლური და რუსული აგენტურული ქსელები და ასე შემდეგ და ამ დროს მთელი სამინისტრო, მთელი სტრუქტურა დასდევდა ერთ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი მტერი და მისი დაკავება პრინციპის ამბავი იყო. ანუ სხვა ქვეყნის უსაფრთხოების თანამშრომლები ჩართეს იმიტომ, რომ ეს კაცი მოეყვანათ საქართველოს საზღვრამდე. თქვენ თუ გახსენდებათ, ასეთი სახის სპეცოპერაცია რეალურად საქართველოს მტრის წინააღმდეგ. მე პირადად არა და ეს რესურსები ცდება პირადი ვენდეტების გამო. რუსეთში სულ უფრო ხშირად ახსენებენ საბჭოთა კავშირის მოდერნისტულ ვერსიას, სამოკავშირეო სახელმწიფოს. თავდაპირველად ეს მოიაზრებდა მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის ერთიანობას, მაგრამ როგორც ირკვევა, გეგმები შეიცვალა. რუსმა გენერალმა ვიქტორ სობოლევმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული SVO ტარდება იმისთვის, რომ რუსეთმა, ბელარუსმა და უკრაინამ ერთიანი სახელმწიფო შექმნან.
მისივე თქმით მიმდინარეობს რუსული სამყაროს აღდგენა და რუსეთის ბუნებრივ საზღვრებში დაბრუნება. 28 მაისს კი როიტერსმა გამოაქვეყნა მასალა, სადაც ეწერა, რომ პუტინი სამშვიდობო ხელშეკრულებაში ითხოვს იმას, რომ ნატომ წერილობით დაადასტუროს, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. პირდაპირ ეწერა, რომ ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე საუბრისას 1 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას დათმობას მოითხოვდა. თუმცა ფაქტია, რადგან ამაზეა საუბარი. წინან ეს ინფორმაცია არ გაჩნდა. პუტინის ეს მადა ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ ფრონტზე რუსეთს აქვს უპირატესობა. სხვა შემთხვევაში არც წააყენებდა ამ მოთხოვნებს. რეალურად დიპლომატიური მოლაპარაკებების კონკრეტული მხარის სიმტკიცეს მისი ფრონტზე არსებული სიტუაცია ამყარებს. ვისაც შედარებით უკეთესი ვითარება აქვს, ის კარნახობს პირობებს. როდესაც ამ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთმა უკრაინას ნება დართო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის სიღრმეებში გამოიყენოს, პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, რომ ალბათ შეეცდებიან რუსეთის უპირატესობა შეარყიონ. საწყობების ენერგოობიექტების ქარხნებისა და ბაზების განადგურების შემდეგ, ბუნებრივია რუსეთის უპირატესობა ვეღარ იქნება ძველებური. შესაბამისად, პუტინი თავის მოთხოვნებში ვეღარ იქნება ასეთი თამამი. ისევ და ისევ, ნებართვა გაიცა იმისთვის, რომ ამან მერე მოლაპარაკებებზე იმოქმედოს უკრაინის სასარგებლოდ. თუმცა, აქ ისევ ის პრობლემაა, იარაღის შეზღუდული რაოდენობა. არაწვდიან უკრაინას საჭირო რაოდენობით სკალპებს, ხოლო ტაურუსი დღის წესრიგში საერთოდ არ სდგება. ასეთ ინტენსიურ კონფლიქტში მოწინააღმდეგე ყოველთვის ადაპტირდება და სწავლობს იმ რაკეტების ჩამოგდებას. ასე იყო ჰაიმარსების შემთხვევაშიც. ამიტომ ნახეთ, თუ არ გაიზრდება მიწოდების რაოდენობა, უკრაინა ამ ნებართვის გამოყენებას, რომელიც ისედაც მინიმუმ 2 წლით დაგვიანდა, სათანადოდ ვერ შეძლებს. რომ დაუბრუნდეთ თემას, 28 მაისს პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინის მოლაპარაკებაზე საქართველოს ნატოში შესვლა ან არ შესვლა განიხილება. სამაგიეროდ დაამატა, რომ მხარეები განიხილავენ და ცვლიან მიდგომებს, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა საუბრისას და არა უკრაინის მოლაპარაკების დროს. თუმცა ამას დიდად აზრი არ აქვს, ფაქტია, რომ განიხილება. რუსეთს რომ სურს სამოკავშირეო სახელმწიფოს, ანუ საბჭოთა კავშირის ნაწილობრივი ტერიტორიული აღდგენა, ამაში ეჭვი არც არსებობს. ამ დანარჩენი ქვეყნებიდან უკრაინის მსგავს წინააღმდეგობას ვერავინ ვერ გაუწევს. თანაც ყველგან ომი საჭირო არ არის, როცა რბილი ძალითაც შეუძლია იგივე შედეგის მიღწევა. კითხვა არის შემდეგში. ერთ დღესაც რუსებმა რომ განაცხადონ, რომ ამ სამოკავშირეო სახელმწიფოში საქართველოსაც მოიაზრებენ, მერე რა ხდება? გასაგებია, რომ რუსებს ამაში არც ჭკუა დაუშლით, არც ამბიცია, არც ძალა, რომ საქართველოზე აილესონ კბილები, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ სად ვართ? რას ფიქრობს მაგალითად მთავრობა? ვერც ერთ გლობალურ ზე სახელმწიფოსთან ესენი ურთიერთობას ვერ ალაგებენ. 20 იანვრის იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი მოვიდოდა და ამათ საგარეო პოლიტიკას მწვანეს აუნთებდა, მაგრამ მსგავსი ჰორიზონტზე საერთოდ არაფერი ჩანს. კარგი, რუსეთი ისედაც გასაგებია და ვერც ჩინეთთან დგამენ რაღაც ქმედით ნაბიჯებს. უпростоროდ ისეთი არაფერი კეთდება, რაც მყარ გარანტიებს და რისკების გადაზღვის საშუალებას მოგცემდა. არა და ამ დიდ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში და როგორც პესკოვმა თქვა, მიდგომების გაცვლაში საინტერესო არის სად ვართ ჩვენ ამ პროცესში, სად ვართ. სად არის საქართველოს მთავრობა, რა გეგმა აქვს, საით მივდივართ და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან ბუნდოვანი არის. ასეთი გამოვიდა მიმდინარე კვირის შეჯამება. გამოიწერეთ არხი, გავუმყევით სოციალურ ქსელებში და დაელოდეთ, რა თქმა უნდა, შვედეთის ვიდეოს. დროებით.